საკუთარი სურვილით ავადდებიან. ყველაფერი იწყება გადაწყვეტილებით მოდი გავსინჯავ. თავიდან ყველას ერთნაირად გონია, რომ შეძლებს წყლიდან მშრალი ამოვიდეს, რადგან არავის სურს გახდეს ნარკომანი, მაგრამ რეალურად მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. როგორც წესი, ადამიანები ნარკოტიკებში ეძებენ რაღაც სასიამოვნოს და საინტერესოს. ამ ძიებაში კი პროგრესირებს დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი და ყალიბდება პიროვნება უკვე ნარკომანი. დღეს სწორედ ამ საშიში დაავადების შესახებ ვისაუბრებთ, რადგანაც 26 ივნისი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სტუდიის სტუმრები არიან ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე. ჩვენი ტელეფონის ნომერია 40 90 01 დარეკეთ და მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. ნარკომანია მოგეხსენებათ, ეს არის დაავადება, რომელიც ანგრევს პიროვნების ფსიქიკას. ეს კი პირველ რიგში გამოიხატება კონკრეტული ნივთიერებების მიღების ძლიერი სურვილით. მიუხედავად იმისა, თუ რა მომაკვდინებელ შედეგებს ტოვებს ეს ნივთიერებები ადამიანზე, ადამიანი კარგავს თვითკონტროლის უნარს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გადასალახავად კი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თავად პიროვნების ძლიერი სურვილი. თავი დააღწიოს, რა თქმა უნდა, ნარკომანიას. სანამ სტუდიის პირველ სტუმართან ერთად საუბარს დავიწყებთ, ჯერ მოდით სიუჟეტი ვნახოთ, შემდეგ კი სტუმართან ერთად თქვენს ზარებს უპასუხებთ. ნარკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით დღესდღეობით საქართველოში 24,000 ნარკომანია ოფიციალურად რეგისტრირებული. მათ შორის უმეტესობას პირველი შეხება ნარკოტიკთან 15-16 წლის ასაკში ჰქონდა. ნიკო ბელიაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ნარკოტიკები საკმაოდ ადრეულ ასაკში გასინჯა. ეს იყო 15 წლის ასაკში, ახლობელი, ჩემს ახლობელი ადამიანი. შემომთავაზა, იყო რაღაც გარკვეული ის ატმოსფერო, რომელიც შეესაბამებოდა ქუჩას, იმ ტალღას რა ქუჩაში, იმ ატმოსფეროს რაც ქუჩაში წუხებდა და ეს მოხდა ამ გარემოში. ამის შემდეგ ნიკო 12 წლის განმავლობაში პერიოდულად ყველანაირ ნარკოტიკს ეტანებოდა, რამაც მისი წამალზე ძლიერი დამოკიდებულება გამოიწვია. დამოკიდებული ფსიქოლოგიურად მე გავხდი ალბათ ამოდენიმე თვის მერე, უკვე როდესაც გავიგე გემო. თუ რას მაძლევდა ეს ნარკოტიკები ჩემს ცხოვრებაში, რა სიახლე შემოიტანა და რა მომცა ამ ნარკოტიკებმა. თავიდან მომწონდა, იმიტომ რომ მაძლევდა უფრო მეტ სტიმულს, მეტ ენერგიას, მეტ გამბედაობას. მოგვიანებით, როდესაც ნიკო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული და ჯანმრთელობის მხრივაც უამრავი გართულება შეექმნა. მიხვდა, რომ ამ პრობლემისთვის რამენაერად უნდა დაესვა წერტილი. შინაგანად უნდა იგრძნო, რომ შენ დაიღალე ამ ცხოვრებისაგან. მე თითქმის სამჯერ მქონდა თვითმკვლელობა ნაცადი, იმის გამო, რომ უკვე დაღლილი ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და რა უნდა გამეკეთებინა. მქონდა ცდილობები რამოდენიმეჯერ თავის დანებების, მაგრამ არავითარი შედეგები არ გამოიყო. იმიტომ რომ მე თვითნებურად ვიწყებდი ამ თანამდებობას თავის. არ ვიცოდი თუ ვისთვის უნდა მიმართა, რა იყოს სწორი გზა, როგორი იყოს სწორი მკურნალობა. ნარკოტიკებისთვის თავის დანებების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ნიკოს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. მან პროგრამა 12 ნაბიჯის მეშვეობით ნარკომანის სტატუსი 12 წლიანი სტაჟის შემდეგ როგორც იქნა მოიშორა. ეს პროგრამა, რომელშიც მე მოვხვდი, მივედი, მიმიყვანეს. თავიდან ჩემთვის ძალიან გაუგებარი და უცნაური იყო, მაგრამ შემდეგ იმდენად ურთიერთგაგებ რომ მე მიყიდა ფაქტიურად ამ ხალხმა თავისი თანაგზნობით, თავისი თანადგომით, გორში თანადგომით. ამაც უფრო მეტი სტიმული მომცა, როცა ვხედავდი, რომ ჩემნაირი ადამიანები წარსულში, ჩემნაირად გაუბედურებულები, დღესდღეობით რაღაცა წინ ნაბიჯებს დგავენ, რაღაცა ცხოვრებას იწყობენ. და მასწავლეს, ისინი უფრო გრძნობდნენ ჩემსში, რა პრობლემა იყო და მე რა მომენტში, რას როგორ გრძნობდი თავს, ვიდრე ფსიქოლოგები და სხვა ექიმები. გამაცნეს ჩემი თავი, ჩემი უარყოფითი მხარეები, დამაწყებინეს მუშაობა ჩემ თავზე, ჩემს აზროვნებაზე, ჩემს ქმედებებზე. აი, ყველაფერი ფაქტიურად ჩემში ის წარსული, რაც იყო ნიკო წარსულში, ის უარყოფითი დაანგრიეს და ფაქტიურად შეიძლება ჩათვალოს, რომ ამაწყეს ახალი ადამიანი, რომელიც საღაზროვნად აზროვნებს, რომელიც აქვს სტიმული და მიზანი. რომელსაც ეს შიში აღარ აქვს. ნიკოს უკვე 7 წელიწადია ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და დიდი სურვილი აქვს ამ სენით დაავადებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. თვლის, რომ საქართველოში ნარკომანებს სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა აკლია. ერთადერთი რაც კეთდება დღესდღეობით, რასაც უყურებს საქართველოში, იხსნება ფიზიკური დამოკიდებულება და შემდეგ არც ერთი სარეაბილიტაციო ფსიქოლოგიური შემდეგი ჯგუფური თერაპია არ არსებობს.
რაც ადამიანს ისევ აბრუნებს ისევ უკან ხმარებაში, იმიტომ რომ ნარკომანები, მომხმარებლები ფაქტიურად არიან შიშარა ადამიანები. ამ ბუნდოვან სამყაროში რო ცხოვრობ ნარკოტიკების ქვეშ, რო გამოდიხარ, უკვე გეშინია რეალობის და არ იცი თუ რეალობაში როგორ გაართვა თავი ამ ცხოვრებას, იმიტომ რომ ამდენი წლის მანძილზე როცა გძინავს ადამიანს და ბოროში ცხოვრობ, უკვე გეშინია რეალობაში. ცხოვრება, არ იცი როგორ მოიქცე, როგორი ურთიერთობა დაამყარო ხალხთან. შენ თავს არ იცნობ იმდენად კარგად და იმდენი მინუსები და დეფექტები გაქვს, რომ ეს ყველაფერი გაშინებს უკვე. ამიტომ აქ სჭირდება ადამიანს დახმარება. მისი პროგრამით ნარკომანების განკურნება ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად ერთდროულად უნდა მოხდეს. საქართველოში მინდოდა ამ მეთოდის დანერგვა ვწადე, მაგრამ საზოგადოება იმდენად არ არის მზად ამისთვის, რომ ძალიან ძნელდება ამის დანერგვა. არ არის სათანადო ლიტერატურა, არ არის საკმარისი ინფორმაცია, არ არის საკონსულტაციო ცენტრები. თვითონ ოჯახის წევრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმ გარემოცვას, იმ დაავადებული ადამიანის გარშემო მისტრიალებს თუ რამდენად არიან მზად ან ჩახედულები ამ საკითხში. თუ ხელი არ შეუწყო საზოგადოებამ, თუ ხელი არ შეუწყო სახელმწიფომ, ძალიან ძნელია ეს ადამიანი რო გამოდის, უყურებს, რომ არავის არ ვჭირდები, არავის არ უნდივარ და ისევ დაკარგული ვარ, ისევ მარტო ვარ და ძალაუნებურად გარბის აი ამ რეალობისაგან ისევ იმ ცხოვრებაში, სადაც არაფერი არ აგონებს, მარტო ერთი პრობლემა აქვს ნარკოტიკები. ნიკოს გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ნაბიჯი ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად განკურნების დიდი სურვილია. შემდეგ უნდა შეცვალოს თავისი გარემოცვა. უნდა შეცვალოს თავისი გარემოცვა ის სამეგობრო წრე, რომელთაც ამ პროგრამაში არის ესეთი რაღაცა. Место людей вещи. Место это ის ადგილები, სადაც არის საფრთხე და საშიშროება, სადაც იყიდება, სადაც არის სასმელი, სადაც მოიხმარება ნარკოტიკები, უნდა მოერიდოს. Люди უნდა მოერიდოს იმ ადამიანებს, ვინც მომხმარებლები არიან და ვინც მოაგონებენ ამ ყველაფერს თავის წარსულ ცხოვრებას. და ვეში ის საგნები, რაც მას აგონებს იმ წარსულს. მართალია ამ სცენისგან განკურნება ძალიან რთული და ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. თავარია მონდომება და სწორ გზაზე დადგომის დიდი სურვილი.